მოციქულების ისტორია რომ ნახოთ. ტოვებენ ყველაფერს და მიყვებიან უფალს. თან ისე რომ ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვთ. ესე იგი, რა მაგალითებია ეს? ხოდა წმინდანების ცხოვრებაში უამრავი წმინდანის მაგალითს ნახავთ, მათ ბიოგრაფიას რო გადახედავთ, საოცრება, უბრალოდ ღმერთი რო განიცადეს, იქვე დამთავრდა ყველაფერი რა. ბოლომდე გაყვნენ უფალს რა. რატომ? სწორედ ამიტომ, რომ მათ აქვთ ეს გულმხურვალება, გონიერება, სიბრძნე, თავისუფლების ჭეშმარიტად რეალიზების უნარი, რა საოცარი ნიჭებია, ხო? რომ დავინახე ჭეშმარიტება, რაღა მინდა, რაღაც ვეძე. თუ არ დავინახე სხვა არის. გასაგებია ვერ დავინახე და მორჩა. ჯერჯერობით ასეა ყოველ შემთხვევაში. ნაკლებიც მომეთხოვება, მაგრამ თუ დავინახე და თუ აღმსარებელი ვარ, რომ ქრისტე არის ღმერთი, რომელიც ეკლესიის საიდუმლოებებში იძებნება. და ეს თუ ვიცი, რატომ უნდა ვიყო გულგრილი? რატომ უნდა მივცე ჩემს ეგოიზმს, ჩემს პატიმოყვარეობას, ჩემს მრისხანებას, ჩემს ქვენაგრძნობებს, ჩემს პრეტენზიულობას? რატომ უნდა მივცე ჩემს გულგრილობას, რატომ უნდა მივცე გასაქანი? და რატომ უნდა დავკარგო ეს ძვირფასი განძი, რომელიც მაქვს? გულგრილობა არის ერთ-ერთი ყველაზე საშნელი დაავადება, რაც შეიძლება ქრისტიანს სჭირდეს. უფალი ამბობს კიდევაც, ხო გახსოვთ, რომ ნელთბილობა ამ შემთხვევაში, ხო? რაღაცა რწმენას ინარჩუნებს, რაღაცა დოზით არის, პრევლის წევრი შეიძლება იყოს ადამიანი, მღვდელი შეიძლება იყოს ადამიანი, რაღაცას აკეთებდეს, მაგრამ ისე რა, ისე რა. გახსოვთ ადრე გეუბნებოდით, ქრისტიანობა ისე რა. აი როცა ისე რა არსებობს, როცა ცოცხალი ხარ და თანმკვდარი ხარ ერთდროულად და ეს ყველა საკუთარ თავზე უნდა მივიღოთ, მე ჩემს თავზე, საკუთარ თავზე პირველ რიგში და გამოვცოცხლდეთ. ცეცხლისა მოვეთ მოფენად ქვეყანასაზე და უფალი რომ ამბობს, ხო შეიძლება სხვა სიმბოლო გამოეყენებინა, სხვადასხვა სიმბოლოებს იყენებს, სხვადასხვა დროს. აი დღესაც აღმოვიკითხეთ დოგვის მარცვალი მაგალითად. ან სხვა დროს იყენებს სიმბოლოს წყალია სიმბოლო თქვა საღვთო მადლის, ხო? ეგეც ხდება. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ცეცხლს რატო ამბობს? ხო ცეცხლი, წყალის, დოგვის მარცვალით, საფუარით, ყველაფერი ეს ხო სიმბოლოებია. რატომ ცეცხლი, რატომ? იმიტომ რომ ამით გვაფხიზლებს და გვახსენებს, რომ ისე რა არ უნდა იყო რა. უნდა იყო გულმხურვალე. არ შეიძლება სხვანაირად. მე პავლე იტყვის, ხო? სული დუღარენი იყვენით.